საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოგიდგენთ განახლებულ 5 ლარს. წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უკანა მხარეს წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის ცნობილი ტილოები, კალო და მეთევზე წითელ პერანგში. ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბი. განახლებულ 5 ლარზე დატანილია თანამედროვე დამცავი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც მარტივადაა შესაძლებელი გახედვის, დახრის და შეხებისას. გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტზე ამოიცნობა წყლის ნიშანი პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის და ლარის სიმბოლოს გამოსახულებით. ვერტიკალური დამცავი ძაფი, რომელიც წყვეტილის სახით წარმოდგენილია უკანა მხარეს და გახედვისას ერთიანდება. დახრისას ბანკნოტზე ცვალებადი ეფექტი აქვს ჰოლოგრამას, ფარულ გამოსახულებას. ოპტიკურად ცვალებად საღებავს, ირისისებულ ზოლს და წყვეტილ დამცავ ძაფს. ბანკნოტის შეხებით შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები და წინა მხარეს მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის. განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა 2017 წლის 1 სექტემბრიდან და მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად.